ქართული ოცნების ინიციატივა ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით გამარტივდეს დამნაშავე პირისგან მისი ოჯახის წევრებისა თუ დაკავშირებული პირისგან დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაცია და დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება. ამასთან ვიდრე დამნაშავე ფინანსურ ვალდებულებებს არ გაისტუმრებს, პროკურორს შეუძლია მოითხოვოს სოციალური დაცვის ღონისძიების საკით სასამართლოსგან დამნაშავეს აუკრძალოს ქვეყნის დატოვება დანაშაულის ხანდაზმულობის ორმაგი ვადით. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე 12, მძიმე დანაშაულზე კი 16 წლის ვადით. ქვეყნიდან გაუსვლელობის უზრუნველსაყოფად მოსამართლეს აქვს უფლება გამოიყენოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა. პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. როდესაც ბრალდებული ჩაიდეს ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს, გამარტივდა დაზარალებულების ზიანის ანაზღაურება, სისხლის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით ესრულება უზრუნველყოფს თავის მხრივ და მეორე, ვიდრე ზიანს არ ანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს და ამისი უზრუნველყოფის საშუალება თავის მხრივ იქნება სამაჯური. არ არის მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის, თუმცა ეს რო ყოფილიყო ინსპირაცია საკმაოდ ისეთი კარგი მაგალითია, თუმცა ინსპირაცია რასაკვირველია ეს არ არის მხოლოდ ეს. არის ძალიან ბევრი საქმეები, ეგრეთ წოდებული кейსები, რომელსაც ადამიანები რჩებიან დაზარალებულები და სასჯელმოხდილი ადამიანები თავისუფლად გამოდიან, იხდიან სასჯელს და შემდეგ ამოპოვებული ქონებით სარგებლობენ ჩვეულებრივად. ასეთი მაგალითები მე პირადად ვიცი და ბაჩიაშვილი იქ არაფერ შუაში არ არის, დანაშაული კი აშკარაა.